ჩვენ ვიწყებთ რუიანს პარტიების წარმომადგენლებს, მათ ლიდერებს უმასპინძლებთ დღეს პირისპირ რეჟიმში ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი პირველი სტუმარი. საომშვიდობისა ირმა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ასეთი რამ მაინტერესებს დღეს ძირითადად გვინდა აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია ვინ ვისთან თანამშრომლობის რეჟიმში აპირებს პარლამენტში მოხვედრას და ვინ როგორ აპირებს ბარიერის გადალახვას. თქვენთან დაკავშირებული პარტიები, რომელიც ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ დავით არხანმოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია, რომ ასე იქნება წარმოდგენილი, შეიცავს არა მხოლოდ თქვენი პარტიის მონაწილეობას, არამედ საქართველოს პარტია თავისუფლებას, თავისუფალ საქართველოს, საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირს, ახალ ქრისტიან დემოკრატებს, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას. ზოგი უფრო ცნობილი პარტია, ზოგი ნაკლებად ცნობილი პარტია, აი განსაკუთრებით ნაკლებად ცნობილებთან რამ გადაგაწყვეტინათ ურთიერთობა? რა ისეთი იდეოლოგიური პლატფორმა გაერთიანებთ მათთან, რომ მათთან ერთად ყოფნის სურვილი გაქვთ წინაც არჩევნო რეჟიმში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ნინო, საქართველოში ასეთი ტიპის საარჩევნო ბლოკები იქნება ხოლმე ძირითადად არა იმის გამო, რომ რაღაცა საგარეო ვექტორები აერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს და ხშირად დაუსვამთ ჩემთვის ეს შეკითხვა. არამედ ძირითადად იმიტომ, რომ ქვეყანაში ვერადავერ შედგა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო და პარტიების ლიდერები აერთიანებენ ხოლმე ძალისხმევას იმისათვის, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ ამ უსამართლობას, გადალახონ ეს სირთულეები და ბარიერი. ეხლა მოგეხსენებათ ცნობილი, ნაკლებად ცნობილი, პოპულარული თუ არაპოპულარული 5-6 პარტია და ის პარტიები, რომლებიც ჩვენთან ამ ბლოკში არიან წარმოდგენილი, საკმაოდ ცნობილი პარტიებია, მათი ლიდერებით ცნობილი პოლიტიკოსები არიან. ეს ნიშნავს, რომ 5-6%-ით მეტი რესურსი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება ჩვენთვის, იმის გარდა რაც გვაქვს. მოკლედ თქვენც როგორც ხვები ზრუნავთ ბარიერის გადალახვის თემაზე ამ მომენტისთვის. ეს ამ წუთში პატრიოტთა ალიანსისთვისაც პრობლემაა. ჩვენ ნინო ჩვენ არ გვაქვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ბარიერის გადალახვის პრობლემა. ეს იცის ქართულმა ოცნებამ, ეს იციან სხვა პარტიებმაც. ჩვენ არ გავერთიანებულ ვართ ამ საარჩევნო ბლოკში იმის გამო, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ვერ ლახავს ბარიერს. ეხლა ყველამ კარგად იცის იმ სააკაშვილის გავრცელებული სხვადასხვა ტიპის კვლევების პარალელურად სიმართლე, რომ ჩვენ რამდენჯერმე ვლახავთ ამ ბარიერს, საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს. ქართული ოცნების შედაკვლევაც გავიხსენოთ, ხო? ეხლა ძალიან ბევრი წერტილები იყო ამ კვლევაში. ეხლა ეს კვლევა ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 35% აქვსო, ნაცმოძრაობას 13%-ო, ეხლა რჩება მთელი 52%, ხო სწორია? და რამდენი პარტია, ვთქვათ 3-4 პარტია, რო ავიღოთ ამ 3-4 პარტიაზე ეს 52%, სხვა შორის გამოდის, რომ ამ პარტიებს ყველას უფრო მეტი რეიტინგი აქვთ ნაცმოძრაობაზე. ეხლა ჩვენ ვატარებთ კვლევებს სხვათა შორის უცხოელ პარტნიორებთან ერთად. არ ატარებს ამ კვლევას მარტო სააკაშვილი და სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი სხვადასხვა საინფორმაციო საიტები და არ ატარებს კვლევებს მხოლოდ ქართული ოცნება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აი წინა თვეში ქართული ოცნების რეიტინგი ეს იყო 33%, ვკითხულობ, რომ არავის არაფერი დავაკლო. ჩვენ მყარად გქონდა, ხა ვიღაცას შეიძლება ეწყინოს, ვიღაცას გაეხარდეს 30%, ეს არ არის 2 და 3%, რასაც ჩვენზე ავრცელებენ პოლიტიკური ოპონენტები, კონკრეტულად სააკაშვილი და მისი ჯგუფი. და რაც შეეხება ნაცმოძრაობას, ეს თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ზუსტად აღნიშნა სხვათა შორის, მას რეალურად ეხლა აქვს ბარიერთან ჭიდილის პრობლემა, 6-7%, აი აქ ცურავს აქ მერყეობს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა მთავარ მომენტს. თუ ამომრჩეველი საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ მივა არჩევნებზე, მაშინ ამით ისარგებლებს სწორედ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მობილიზებას ყოველთვის უწევს ხოლმე მის მხარდამჭერებს და მიყავს საარჩევნო უბნებამდე და შესაბამისად შესაძლოა ამ შემთხვევაში თუ არ მივიდა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე და მივიდა ნაცმოძრაობის ამომრჩეველი, მისი რეიტინგი იმ შემთხვევაში გაიზარდოს. ირმა, თქვენი კვლევა რა მეთოდოლოგიით არის ჩატარებული, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ?
ამაზე ძალიან ხშირად ისმება კითხვები. იცით რა, მე არც სოციოლოგი ვარ და ჩემ თავზე ვერ ავიღებ ამას და არც მკვლევარი ვარ, მაგრამ მაღალი დონის, მაღალი კვალიფიკაციის სოციოლოგების მიერაა ეს კვლევა ჩატარებული უცხოელებთან ერთად. უკრაინელებიც არიან ამ ჯგუფში, ამერიკელებიც არიან და ასე შემდეგ. ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ სხვათა შორის ისრაელთანაც და ჩვენი ებრაელი პარტნიორებიც გვეხმარებიან ამ ტიპის კვლევების ჩატარებაში. არავის არ უნდა რომ მოატყუოს საკუთარი თავი, ხო სწორია. ყველამ ზუსტად უნდა იცოდეს საკუთარ თავზე ვის რა რეიტინგი აქვს და მე ერთის მხრივ ვეყრდნობი რა თქმა უნდა იმას, რასაც ვხედავ საკუთარი თვალით და მოწოდებული აქვს ამ პროფესიონალებს ჩვენთვის და მეორეს მხრივ მე ვეყრდნობი იმ შეხვედრებს, იმ განწყობას, რაც არის ხალხში ჩვენთან მიმართებაში. მე დავდივარ სოფელ-სოფელ ხვდები ადამიანებს, ისინი მიზიარებენ მე მათ ხედვებს და ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, როცა ჩადიხარ სოფელში და მთელი სოფელი გარეთ გამოდის და უხარიათ შენი დანახვა. სხვა ფაქტორსაც მინდა მივაქციოთ ყურადღება, რამდენიმე თვის წინ იყო საპროტესტო აქცია, რამდენიმე პარტიამ ერთად გამართა ესა პროკურატურასთან, აქ იყო ალასანიას პარტიაც, ნაციონალური მოძრაობაც, ბატონი ვაშაძეც მიბრძანდა იქა. ეს იყო ანონსირებული აქცია, მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს მიეღოთ მონაწილეობა ამ აქციაში და 3000 კაცი მივიდა. ხო, მე არავის არ ვაკნინებ. აი ამ 5-6 პარტიას ერთად საპროტესტო აქციაზე მხარი დაუჭირა 3000 კაცმა და ჩვენ აქციებზე 25000 კაცი გამოდის და შესაბამისად პროპორციულია ჩვენი რეიტინგი იმასთან მიმართებაში, რა რაოდენობის მხარდაჭერას და რა მოცულობის მხარდაჭერას გვაქვს საზოგადოებაში. თქვენი დათვლა შევიტყეთ ახლა რვიანის ეთერში 30% აქვს ამ ეტაპისთვის პატრიოტთა ალიანსს, თქვენი ვერსიით, თქვენი დათვლებით, რაც არ ჩანს სხვა რეიტინგებში, ეს კიდევ ერთი ახალი ვერსიაა. იცით რა, არ გამოჩნდება. ეს ვერსია არ არის, ჩემთვის ვერსია არ არის, ჩემთვის რეალობა. იყო პერიოდი და თვეები, როცა გქონდა 28.8%, იყო პერიოდი, როცა გქონდა 27%. ჩვენ ამაზე ღიად ვლაპარაკობდით, მაგრამ ხას უსვამ ეს არ არის 2 და 3%. რატო ხდება ეს ყველაფერი? მოდით ესეც ვთქვათ რა. ეს ხდება იმიტომ, რომ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ NDI და AIRA-ის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია ჩვენ, რომ ჩვენ დავკარგოთ ერთის მხრივ მაჟორიტარები, რომლებიც მოდიან ჩვენთან, გადაწყვეტილი აქვთ ჩვენთან მოსვლა, მაგრამ აი თუ გამოაცხადებს რამდენიმე ესეთი საინფორმაციო საშუალება და ტრიალებს ხო მუდმივად რომ არა გვაქვს ჩვენ რეიტინგი 2 და 3% და ამ შემდეგ თავს იკავებენ მერე მოსვლისგან. ეს ერთი მომენტი, ამაზეა გათვლილი. მეორე ის არის რომ რაღაცნაირად დაგაკნინონ, გაქციონ, ვითომ არ ახარ. და ეხლა მე ამ ხალხს მინდა უთხრა არჩევნებისთვის ჩვენ რომ მოვიგებთ ამ არჩევნებს, ალბათ საერთოდ გამქრალი ვიქნებით ხო რეიტინგებში, თუ ამათ კვლევებს დაუჯერებთ. ირმა, თუ 30% მართლაც ძალაში იქნება, ამ პლუს მინუს ცოტა, გამოდის რომ პატრიოტთა ალიანსმა და თელმა ბლოკმა, რომლითაც იქნებით წარმოდგენილნი, გარკვეულწილად უნდა კოალიციურ მთავრობაშიც შესაძლოა მიიღოს მონაწილეობა. აი, თქვენ რისთვის ემზადებით? სწორედ ამისთვის ვემზადებით ჩვენ და ვინმე ეჭვი ეპარება იმაში, რომ არ შეიქმნება კოალიციური მთავრობა და მმართველობა ამ ქვეყანაში. ქართულ ოცნებას მე მგონი ძალიან სწორად ესმის რეალობა, შექმნილი ვითარება და ძალიან კარგად ხვდება, რომ ის დღევანდელ ვითარებაში არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო 2012 წელს. მას აღარ აქვს ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა 2012 წელს და ეს გაცნობიერებული აქვს ქართულ ოცნებასაც და ჩვენც რა თქმა უნდა. და აი ამ არჩევნების თქვენთვის გათვლილი მაქსიმუმის მიღების შემთხვევაში აი პირადად თქვენ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, თქვენი რესურსი ყველაზე მეტად სად გამოადგება სახელმწიფოს, რომლის პარლამენტშიც ფიქრობთ რომ 30%-ით მოხვდებით? იცით რა არის, ძალიან უპრეტენზიო ადამიანი ვარ მე და ჩემ თავს არასდროს არ ვაზვიადებ და ზოგიერთი პარტიის ლიდერი როცა გამოდის და ამბობს რომ მე ვარ პოლიტიკოსი, მე ამასაც არ ვამბობ ხოლმე ნინო. მე ამ ეტაპზე მოღვაწეობ პოლიტიკის სფეროში. მე არ ვთვლი რომ პოლიტიკოსი ვარ, შესაბამისად ჩემ თავს არ ვხედავ არანაირად რაღაცა მაინც და მაინც მაღალ თანამდებობებზე
რასაც დამავალებენ იმას შევასრულებ. ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და არასდროს არ დავკარგავ მე იმ ძაბს, რაც მე მაკავშირებს ხალხთან და მე ადამიანები მიყვარს. მე მინდა რომ ქართველი ხალხისთვის შეიცვალოს რაიმე ამ ქვეყანაში. მე არ მინდა რომ ეს ხალხი კიდევ ერთხელ მოტყუდეს და კიდევ ერთხელ თქვას რომ აი ჩვენ ვენდეთ და გული გაგვიტყდა. მაგრამ სწორედ ჩვენს ამომრჩეველს და ქართველ ხალხს მინდა უთხრა რომ თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, თუ ხელს ჩაიქნევთ და ეს კვლევა იმაზეც არის, აი 2-3%-იანი ტყუილები გათვლილი, რომ იფიქროს ხალხმა, რომ აი მაინც ვერ მოვერევით ამას და არ უწერენ რა ამ პატრიოტ ალიანს მაღალ პროცესს და რა აზრი აქვს ჩვენ მისვლას არჩევნებზე. არ იფიქროთ ასე. ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბანთან და ყველა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თორე ამითი ნაცმოძრაობა ისარგებლებს ისევ და სხვა კიდე ნაცმოძრაობის სატელიტი პარტიები და მერე იცით რა მინდა მე აი ამ სკეპტიკოსებს უთხრა, მერე ტირილი აღარ დაიწყოთ რა, რომ აი ჩვენ იცით რა არის, რაღაცა ტრაგედიაში ვართ, 300,000 კაცი გაგვასამართლეს, გვაწამეს და ასე შემდეგ რა. ის პერსპექტივა ექნება ამ ქვეყანას, მოგონილია ის წლები რაც იყო. თუ ნაციონალურ მოძრაობას შანსი მიეცემა, რაღაცა შანსი, რომ კიდევ რაღაცა ბერკეტები აიღოს ხელში. ამიტომ პასუხისმგებლობა მარტო პოლიტიკოსებს კი არა აქვთ და არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, პასუხისმგებლობა ამომრჩეველსაც აქვს. და მოდით ისე გავაკეთოთ, რომ ეს 2016 წლის არჩევნები იყოს ჩვენი ინტერესების თანხვედრის არჩევნები, მაგრამ რა ვითარება, რა გარემოა ამ ქვეყანაში, საარჩევნო გარემო. დღევანდელი ხელისუფლება სარეკლამო დრო წაგვართვა. და თქვა, რომ აი სხვა კვალიფიციურ პარტიებზე უნდა გადანაწილდეს, მოირგო კანონი, 1 საათში შეცვალეს კანონი. და ეხლა 27 წამი გვაქვს სარეკლამო დრო უფასო, ნაცვლად 1 წუთისა. ეხლა თუ კვალიფიციურ პარტიებზე თანაბრად გადაანაწილე ეს საეთერო დრო, მაშინ კვალიფიციური პარტია ვართ ჩვენც და მოგვეცი წევრი საუბნო საოლქო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რატო არ აკეთებ ამას კანონს, რატო არ ცვლი? იმიტომ რომ გეშინია ვერ იგებ, ვერ მოდიხარ პროცენტები, რა პროცენტები შეკითხვა მაქვს. აბრახუნებენ ხოლმე. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ხა მაინც პოლიტიკოსად ასე ჩამოყალიბებული შესაძლო არ ხართ, მაგრამ გაქვთ ასეთი დიდი პოლიტიკური ამბიცია, მე მაინტერესებს თქვენთვის ხმის მიცემით აუდიტორია რა იდეოლოგიას აძლევს ხმას, რა პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელ მხარეს ხართ პატრიოტ ალიანსის წარმომადგენლები და ამ ბლოკის, ეს არის მემარცხენე იდეოლოგია, მემარჯვენე, ცენტრისტული, სად ხართ, რას აძლევს ხმას აუდიტორია? იცით რა, ეს ყველაფერი ხა პირობითია ხოლმე რა, ცენტრისტები, მემარჯვენე, მემარცხენე, უკვე აღარ არის მსოფლიოში ისე რომ იყოს აი ესე ერთი მემარცხენეა და მემარჯვენეა და მორჩა. ეს ხდება დინამიკაში ამისი გარდასახვა, ცენტრისტები, მემარჯვენე, მემარცხენე და ესე კლასიკური ტიპის ფორმულა აღარ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, აი ეს ცენტრისტობაც, ის მემარჯვენე მემარცხენეობაც იმისთვის უნდა გჭირდებოდეს, რომ შენი ხალხის ინტერესს მოემსახურო და ქართველი ხალხი მთელი ამ წლების განმავლობაში არის ძალიან დაჩაგრული, ძალიან გულგატეხილი პოლიტიკოსების მხრიდან და იმიტოა ნინო, რომ ახალი თაობა არ მიდის პოლიტიკის სფეროში, ერიდება და ჩვენ მთავარი მოსავალი წერტილი იდეოლოგიაც, სოფხედველობას და ყველაფერი ის კი არ უნდა იყოს, რომ ქართველ ხალხს დაუსახოთ რაღაცა ისეთი მიზნები, რასაც ვერასდროს ვერ მიაღწევ და მაინც და მაინც იმაზე უნდა ილაპარაკო, არამედ უნდა დაუსახოთ მიზანი, გაიხაროს ქართველმა კაცმა, არ შიოდეს, არ წყუროდეს, არ ტიროდეს ყოველდღე რო თენდება და იღვიძებს, იყოს დასაქმებული, ეს იყოს მინიმუმი. აი ყველაზე ცოტა რაც უნდა ამ სიხარულისთვის, სოფლები მოკვდა, თაობები მოკლეს და ამ დროს ეს პოლიტიკოსები ძალიან თხელი სიტყვებით, ლამაზი პროგრამებით დააშრიალებენ ამ გაზეთებს და რაღაცას მიედმოედებიან რო იტყვიან და ირმა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ უნდა გაუმჯობესოთ საზოგადოებას მდგომარეობა, უნდა შეუცვალოთ უკეთესობისკენ გააბედნიეროთ, რა თქმა უნდა ჩნდება თქვენს პოლიტიკური პლატფორმა გაქვთ და თქვენს შეთავაზებას უკეთებთ, რაღაც კონკრეტულ დაპირებებს აძლევთ, როგორ რა ნაბიჯებით რას უუმჯობესებთ? ამაზე მე ძალიან ბევრს საუბრობდი სხვათა შორის თბილისის მერის არჩევნების პერიოდში. ხა
სახელმწიფოს ყოველთვის აქვს ის რესურსი, ფინანსური რესურსი და ის სახსრები, რომ 77,000 ბავშვი არ შიმშილობდეს ქვეყანაში. სახელმწიფოს ყოველთვის აქვს ის რესურსი, რომ აწარმოოს ბინათმშენებლობა და ყოველდღე ჩვენ ვხედავთ, რომ ის გამოასახლეს, ეს გამოასახლეს და მუნიციპალური ბინათმშენებლობის პროექტი განავითარს. ჩვენ ეს დათვლილი გვაქვს, ჩვენ ეს გაანგარიშებული გვაქვს. იქ არის საუბარი მუნიციპალურ საავადმყოფოებზე. რაღაცა გააკეთა. რამდენი ჭირდება ირმა ამ ყველაფერს? აი 4 წლის განმავლობაში, თქვათ, სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის პირობების შექმნას, გაუმჯობესებას, თქვათ, სახელმწიფოს ხარჯია, თქვენ ასე ფიქრობთ, როგორც ახლა მითხარით, რამდენი ჭირდება თუ გაქვთ დათვლილი? იცით რა შეა საქმე, რამდენი ჭირდება? 1 მილიონი ლარი და რაღაცა უაზრო პროექტზე დაიხარჯა, ამას წინათ ვკითხულობდი რა. საპირფარეშოს მშენებლობაზე, ამა თუ იმ სოფელში რო გაიკითხოთ, გული გეტკინებათ, კი არ გაგეცინებათ. 40,000 და 70,000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული. აი საგარეჯო სოფლებში მაგალითად ეს მუნიციპალიტეტის პროექტებია და აი ესე არის ათასობით ლარი დახურულ, დანგრეულ, ექსპლუატაციაშიც არ არის ეს საპირფარეშოები. და 70,000 ლარად, 40,000 ლარად, რამდენ ბავშვს მივცემთ ჩვენ საკვებს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ელემენტარულად რამდენი ბავშვი შეინარჩუნებს სიცოცხლეს. პლუს ყველა ხელისუფლება მოდის თუ არა ხელისუფლებაში ლაპარაკობს იმაზე, რომ მოვიჭიროთ კამრები, რაღაცა მოვიკლოთ და მე რამეს ვატყობთ, რომ ეს ხალხი ან კამარს იჭერს და ან რამეს იკლებს. მერე კარგი მანქანაც უნდათ, კარგი რესტორანიც უნდათ, კარგი საათიც უნდათ და ყველაფერი მატერიალური და რა გარანტია გვაქვს ირმა ეს კითხვა აუცილებლად უნდა დავსვა რომ თქვენ შემოიჭერთ თქვათ კამრებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტანდარტი როგორც თქვენ თავად დააღნიშნეთ სხვანაირია ქვეყანაში. იცით რა არის როცა მე ვიცი რომ საგარეჯოში რო ჩავდივარ და ვუყურებ ამ შიერ ბავშვებს და შიათ მე რაღაცნაირად ვცდილობ რომ როგორ გითხრათ საკუთარ შვილებს ვინ ჩაგრავს ხო მაგრამ არასდროს არ მივიდე ფუფუნებამდე რა ჯერ ერთი არც ავარ მდიდარი ადამიანი და არც ამაქვს ესეთი წადილები ცხოვრებაში მიწიერი მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ ზომიერება შევინარჩუნო თუნდაც აი ამ შვილებთან მიმართებაში ამიტომ მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ზუსტად ისე ვიცხოვრებთ ჩვენ და შევეცდებით ისეთები ვიყოთ როგორი ხელისუფლებაც ეკუთვნის ამ ხალხს და ღარიბი ქვეყნის ხელისუფლება არ უნდა კადრულობდეს პრემიები გამოიწეროს 60 და 40,000 ლარი და მე ბადრი მთვარე სახეებივით დასყდნენ ეთერებში და ჩვენ ეს გვეკუთვნის ვიშრომეთ ერთი კახეთში წამოდით ხალხის ხელები ნახეთ რა ნაშრომი ხელები აქვთ და კიდე ამ ხალხს დაუსეტყვეს ვენახი ზარალი არავინ არა უნაზღაურა ეს დელტას აბრალებს ის თავდაცვის სამინისტროს აბრალებს და არის ერთი აურზაური და ამ გლეხისთვის რამე იცვლება ქვეყანაში და მოდით რა ერთხელ მაინც ხო შეგვიძლია ისე გავაკეთოთ რომ ოცნება პატრიოტთა ალიანსი კიდევ სხვა პარტიები რა ვიცი არ გულისხმობ ნამდვილად ნაცმოძრაობას რა მე მგონი კითხვაც არ არის დასასმელი გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა და მართლა ბედნიერი ქვეყანა ავაშენოთ ხო შეიძლება ესა მოხდეს კარგით და ჩვენ ფინალში ვართ ირმა ჩვენ ფინალში ვართ აუცილებლად მინდა ფინალში კითხოთ საგარეო პოლიტიკური ხედვის შესახებ თქვენი პარტიის რაღაცნაირად ითვლება რომ თქვენ სკეპტიკოსთა რიცხვში ხართ ევროინტეგრაციის მიმართულებით და უფრო ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რა არგუმენტი გაქვთ ამის საწინააღმდეგოდ რომ ეს ასე არ არის თქვენ არაერთხელ გითქვამთ რომ ეს ასე არ არის მაგრამ ეს აზრი თქვენთან დაკავშირებით მაინც სულ არსებობს. რატომ როგორ ფიქრობთ? იცით რა აღარ ვცდილობ უკვე რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯო ამ აზრების დანგრევაზე. ეს პიარის პროდუქტია და შედეგია ასეთი აზროვნება, თორე როდესაც ჩვენ ჩავდივართ ევროპაში, იქაც არის ჭიდილი ევროსკეპტიკოსებს და ასე შემდეგ. იქაც არის ამაზე საუბარი და იქაც ჩემთვის ბევრჯერ ვთქვამთ ევროპარლამენტში თუ ევროკომისიაში, რომ აი ჩვენც პიარულად გვებრძვიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და გვაცხადებენ ევროსკეპტიკოსებად. ეს ხდება ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ევროსტრუქტურებში. ეხლა ჩვენი საგარეო კურსი
საქართველოს არა აქვს იდეოლოგია, ის სახელმწიფოებრივი განვითარების იდეოლოგია რა. საქართველოს ეს იდეოლოგია დაკიდა სააკაშვილის რეჟიმაც ნატოზე და უპერსპექტივობაზე სხვათა შორის, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდით ჩვენ რომ ნატოში ვერ გავწევრიანდებოდით ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად. აი სწორედ ამ მოსაზრების გამო უკაცრავად აი ჩაგეჭრებით ერთი წუთით. აი ამ მოსაზრების გამო რომ ეს არის რაღაცნაირად რუსული მესიჯი, ეგრეთ წოდებული რომ ნატო ილუზია, ნატო ტყუილია და რომ ეს პერსპექტივას უკარგავს. აი სწორედ ამის გამო მიგიჩნევენ ხოლმე ერთი დეტალია სწორედ ეს რომ თქვენ არ ხართ თქვათ პროდასავლელი და ამბობთ რომ კი ყველაფერი კარგი, მაგრამ ამას არ აქვს პერსპექტივა. არა, მაგრამ არ ვამბობ, მე ზუსტად იმას ვამბობ, რასაც ამბობს ობამა და ხშირად უთქვამს მას და ციტატები შეგვიძლია მოვიტანოთ, რომ არ გააწევრიანებენ საქართველოს ნატოში ამ ეტაპზე. ამაზე ღიად ლაპარაკობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ამაზე მერკელს არაერთხელ უსაუბრია და ის რომ ზოგადად ნატოს კარი ღია, ჩვენ ეხლაც ვნახეთ ვარშავის სამიტზე. რა მიიღო ვარშავის სამიტიდან საქართველომ? პრაქტიკულად არაფერი. ეხლა სამხედრო თანამშრომლობა ძალიან კარგია, ტექნოლოგიები ძალიან კარგია, მაგრამ ეს გაწევრიანება არ არის, ეს მეპი არ არის, ეს არ არის ის, რასაც მთელი 25 წელია პირდებიან საქართველოს. თქვენ რა ალტერნატივა გაქვთ? თქვენ რა შეთავაზება გაქვთ? აი აქ ეს კითხვა ჩნდება. თქვენ რას თავაზობთ ამის ალტერნატივად? რეგიონში ქვეყანას, რომელსაც აქვს უამრავი პრობლემა და საფრთხე, მათ შორის ყველაზე დიდი რუსეთისგან. საქართველოს ხელისუფლებაც კი, ნინო, უკვე ძალიან რბილად ლაპარაკობს ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემას და კარგია, რომ უკვე რეალურ მოცემულობას დაუბრუნდნენ და ამბობენ, რომ არ გვიღებენ ამ ეტაპზე და რაღაცა პროექტებზე და თანამშრომლობაზე მიდის ლაპარაკი. ანუ ხალხის მოტყუება ცუდია. ამაზე უნდა შევთანხმდეთ და აქ არა აქვს მნიშვნელობა ევროსკეპტიკოსი და რა ტერმინოლოგიას გამოიყენებენ ოპონენტები. მეორე, ჩვენი გეზი არის დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ და ევროსტრუქტურებისკენ. საქართველოს გაფორმებული აქვს ევროასოცირების შესახებ ხელშეკრულება და აი ამ ხელშეკრულების ფარგლებში რა თქმა უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა და პარტნიორობა, მაგრამ ჩვენ ახლა პოლიტიკური პარტია ვართ და ჩვენ ვიცით, რომ იგივე იმ ევრაზიული კავშირია თუ რა არის რა. ამ ევრაზიულ კავშირსაც თუ რაც არის, რაც ქვია, ყავს მისი მომხრეები, ამიტომ ჩვენ ვეუბნევით ამ ევრაზიული კავშირის მომხრეებსაც და ევროკავშირის მომხრეებს. ჩვენი მესიჯი გვაქვს, ჩვენი ფორმულა გვაქვს. პირველი, ევრაზიული კავშირის მომხრეებს რა უნდათ ახლა? უნდათ უვიზომი მოსვლა რუსეთთან, უნდათ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ხა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთ ქართველს არ უნდა საკუთარი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად იქცეს რა. სამაგიეროდ მე ძალიან ბევრ მაღალი რანგის თანამდებობის პირს ვხედავ, რომელსაც უნდა რომ ჩვენი ქვეყანა შეერთებული შტატების ერთ-ერთი შტატი იყოს. მე ეს არ მინდა, არც ის მინდა რუსეთის გუბერნია ვიყო და არც ის არ მინდა რომ ამერიკის შტატი ვიყო. აი აქ ჩნდება შეკითხვა უკაცრავად. აიცით რა კითხვა ჩნდება, რა მაგალითები არსებობს თქვენ თუ შეგიძლიათ ასეთი მოგვიტანოთ რუსეთის ვინმესთან, პატარა ქვეყანასთან, ყოფილ ქვეშევრდომთან თანამშრომლობის თანაბარ პირობებში. ასეთი რაიმე кейსი შემთხვევა არსებობს, რომ ჩვენ თქვათ, რომ ეს პერსპექტივა საქართველოსაც აქვს. დავასრულებ და გადავალ მაგ საკითხზე. ანუ ჩვენ ვეუბნევით ამ ევრაზიული კავშირის მომხრეებს, რომ არ მოხდება საქართველოს გაწევრიანება ამ ევრაზიულ კავშირში. უკვე სხვა რეალობაა მსოფლიოში. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ. ჩვენი გზა და გეზი არის ევროკავშირისკენ, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან თავისუფლად შეიძლება აი ამ ადამიანების მოთხოვნების დაკმაყოფილება, უვიზო რეჟიმია მიმოსვლა თუ სხვა, სწორედ ევროკავშირიდან. რუსეთთან მიმართებაში და ამას ვეუბნევით ჩვენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევრაზიულ კავშირს უჭერენ ხარს, ხოლო ევროკავშირის მომხრეებთან ჩვენ თანამოაზრეები ვართ და ვთვლით, რომ სწორედ უნდა მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში, მაგრამ
ეს არ უნდა მოხდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, ეს არ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე. ჩვენ არ გვინდა ის ხელისუფლება, რომელიც დაუწვება აი ამ გზაზე ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ყველაფერში დაუწვება, თუნდაც ევროკავშირს. ჩვენ გვჭირდება თავმოყარე ხელისუფლება, ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც გაბედულიც იქნება, იცით და როცა რაღაცა არ მოწონს, ჩავა იმ ევროკავშირში ლობისტების დახმარებით იმუშავებს ბატონო და გააგებინებს იმათ, რომ ეს ჩვენ ყველაფერზე ხელს ვერ მოვაწერთ. მადლობა ირმა ინაშვილს, ჩვენ დრო ამოგვეწურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერს, რომელიც პასუხობდა რვიანი შეკითხვებს. ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის შემდეგ ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბა სანიკიძე, ასე რომ დაგვეველდეთ დროებით.